ბიჭუნას პატარა თვითმფრინავს შეუძლია გრავიტაციის საწინააღმდეგოდ ფრენა და ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მას ძრავიც კი არ აქვს. ერთ დღეს ის თვითმფრინავი სკოლაში მიაქვს, მაგრამ თანაკლასელები დასცინიან. რასაც ზღარი თვითმფრინავია, ამბობენ ისინი. თეთრი და მახინჯი, ხელებიდანაც კი ართმევენ მას. თუმცა, ვერავინ წარმოიდგენს რა მოხდება შემდეგ. თვითმფრინავი თავისით იწყებს მოძრაობას და პირდაპირ ბიჭისკენ მიფრინავს. ის კიდევ უფრო უცნაური ხდება. თითქოს თვითმფრინავს ესმის, რას ამბობს ბიჭი. ის ოდნავ კრავს ხელს და ბახ, თვითმფრინავი ვედროსკენ ისვრის. ბიჭი სრულიად აღფრთოვანებულია. როდესაც ძიძა არ იყურება, ის კიბეს მიათრევს, თვითმფრინავზე ადის და სახურავზე ცოცდება. ის გადაწყვეტილია, რომ თვითმფრინავმა ცაში წაიყვანოს, რათა მამამისი იპოვოს. ზუსტად ამ დროს დედამისი სამსახურიდან ბრუნდება. ამის დანახვისას ის ჭკუიდან იშლება, სახურავისკენ გარბის და ძლიერად კრავს ხელს. იმავდროულად თვითმფრინავი პირდაპირ სახურავიდან ვარდება. დედა გააფთრებული ეუბნება, რომ ეს ძალიან საშიში იყო, მაგრამ ჩარლი თავის პოზიციაზე რჩება და ფიცდებს, რომ მის თვითმფრინავს ნამდვილად შეუძლია ფრენა. ძვლებამდე შეზრწუნებული კათრინ თვითმფრინავს იღებს და სათავსოში ინახავს. ჩარლი ტირილს და ყვირილს იწყებს, რის გამოც მათ დიდი ჩხუბი მოსდით. მოულოდნელად ხდება რაღაც ნამდვილად საშიში. ეს თვითმფრინავი გრავიტაციას უპირისპირდება, შუშას ამსხვრევს და ოთახში შევარდება, ტრიალებს, თითქოს შეპყრობილი იყოს. კათრინ ცდილობს მას ტილოთი დაარტყას, მაგრამ ეს მხოლოდ უფრო აღიზიანებს მას. ის მოჩვენებითი წითელი ფერით ინთება, თითქოს შეტევას აპირებდეს. კათრინ შიშისგან ყვირის და ჩარლი მის დასაცავად გარბის. დამიერად წითელი შუქი ქრება და თვითმფრინავი ჩარლის ფეხებთან სრიალდება და ნაშავე ლეკვივით იქცევა. კათრინ უსიტყვოდ რჩება, მხოლოდ იმის ყურება შეუძლია, თუ როგორ იღებს მისი შვილი თვითმფრინავს და თავის ოთახში ბრუნდება. და უყოვნებლივ ურეკავს თავის მეგობარს ფიერს, ვინც ეს თვითმფრინავი დაამზადა. როდესაც ფიერ მოდის, ის ყველაფერს უყვება. საიდუმლო სამოსახსნელად ისინი ჩარლის დაძინებას ელოდებიან და შემდეგ თვითმფრინავს მალავენ. ისინი მას ყველგან ამოწმებენ, მაგრამ ვერანაირ ფარულ ჩამრთელს ვერ პოულობენ. ფიერს არ სჯერა და დანას იღებს, რომ გაკაწროს, მაგრამ სიურპრიზი. მასზე არც ერთი ნაკაწრი არ რჩება. იმის გაცნობიერებით, რომ ეს თვითმფრინავი ძალიან უჩვეულოა, ფიერ მას სწრაფად მიაქვს ლაბორატორიაში. თვითმფრინავის ეს მოდელი ძალიან უცნაური აღმოჩნდება. სრული სკანირების ჩატარების შემდეგ მკვლევრები აღმოაჩენენ, რომ მას საერთოდ არ გააჩნია ელექტრონული ნაწილები. ისინი სრულიად გაოგნებულები რჩებიან, რადგან ეს ეწინააღმდეგება ნებისმიერ სამეცნიერო ლოგიკას. ფიერ პატარა თვითმფრინავს ათავსებს მაღალი სიმძლავრის დარტყმის გამოსასწრელ აპარატში, რომელსაც რკინის ნაჭრის ნამსხვრევებად ქცევა შეუძლია, მაგრამ მათ გასაოცრად თვითმფრინავი იქიდან ისე გამოდის, რომ არც ერთი ნაკაწრიან, თუნდაც ჩაჭყლეტა არ ეტყობა, ყველა პირდაღებული რჩება. იმ მომენტში ჩარლი შუაღამისას იღვიძებს, მას ტუალეტში გასვლა სჭირდებოდა. როდესაც ხელს აწვდენს ბალიშის ასაღებად, ამჩნევს, რომ თვითმფრინავი გამქრალია. დედამისი ძალიან გაღიზიანებული ბოლოს აღიარებს, რომ ის კვლევით ინსტიტუტს ათხოვა. ჩარლი ჭკუიდან იშლება, გარბის და იქ მყოფი მეზობელი გოგონას ველოსიპედს იღებს, პოპმანის გარეშე ის ველოსიპედზე ადის და ინსტიტუტისკენ მთელი სისწრაფით მიქრიან, სულ რაღაც 10 წუთში იქ აღწევენ. ლაბორატორიაში შეღწევა, რომელიც ძალიან კარგად არის დაცული, ადვილი არ არის, მაგრამ ამ ბავშვებს გეგმა აქვთ. შესასვლელთან, რა თქმა უნდა, მცველებით განან. მოულოდნელად გოგონა ფეხზე ხელს იკიდებს და ისე იწყებს ყვირილს, თითქოს საშინელი ტკივილი ჰქონდეს, თითქოს გაჭირვებაში იყოს. მცველი ხაფანგში ებმება და შესამოწმებლად მიდის. ეს კი ჩარლისთვის სიგნალია. ის იხრება და შიგნით იპარება. გასაკვირად ის თავის ძვირფას პატარა თვითმფრინავს პოულობს. სანამ ფიერ ტელეფონზე საუბრობს, ჩარლი ნინძასავით სრიალდება და იღებს მას. შემდეგ ის კარადას ამოეფარება და ფიქრობს, რომ მოგვიანებით ჩუმად გაიპაროს, მაგრამ როგორც კი ფიერ ყურნილს კიდევს და ტრიალდება, თვალები ბუდეებიდან უვარდება, თითქოს აფეთქებას აპირებდეს. საჯანდაბაშია თვითმფრინავი. ის ოთახსა თვალიერებს და ხედავს ჩარლის თავის ნახევარს, რომელიც კარადას უკნიდან მოჩანს. ფიერ ნელა უახლოვდება, მაგრამ ზუსტად იქ, მოულოდნელად, კარადა ძლიერად იწყებს რყევას, თითქოს შეპყრობილი იყოს. ეცრად კარადა პიერზე ეცემა, თვითმფრინავი კი ჩარლის ზურგზე აღმოჩნდება, რომელიც მაშინვე სირბილით გარბის, თითქოს სიკვდილ სიცოცხლის საკითხი იყოს. ლაბორატორიის სიგნალიზაცია მთელი ხმით იწყებს ყვირილს და წამებში უსაფრთხოების ქაოსი იწყება. მცველები ყველგან არიან, როგორც ჩანს, ამ არეულობიდან თავის დაღწევა შეუძლებელია. ჩარლი საგანგებო გასასვლელში გადის და კიბეებზე მორბენალივით გარბის. ის მამამისის სამუშაო საშუს იღებს და სკანერში ატარებს, რათა სახურავის კარი გააღოს.
სწორედ მაშინ, როცა მცველები ძალიან ახლოს არიან, ჩარლი თვითმფრინავს სხეულზე იმაგრებს, კედლის კიბეზე ადის და სახურავის წვერამდე აღწევს. იქ ის პატარა თვითმფრინავს ძლიერად უჭერს ხელს, ზუსტად ისე, როგორც თავის სახურავზე აკეთებდა. ის ემუდარება, "გთხოვ, წამიყვანე საფრენად" და მის გასაოცრად, პატარა თვითმფრინავი მართლაც მაღლა წევს მას ცაში. πιერი გაოგნებული რჩება, პირი ღია აქვს და არ სჯერა. თვითმფრინავი მთებისკენ მიფრინავს და ქალაქს გადაუფრენს. ღოლები გაოცებულები უყურებენ და ერთ-ერთი შეყვარებული, ისე შეშინებული, გაოცებისგან მაკიაჟს ისვრის. როდესაც ისინი საბოლოოდ უსაფრთხო ადგილს აღწევენ, თვითმფრინავი მას ნაზად ტყეში სვამს. ბიჭი, დაღლილი, მთელი ღამე ნახევრად მძინარე დადის. მომდევნო დღის შუა დღეს ის აღწევს სასიგნალო კოშკის ძირამდე. რკინის კარს აღებს და დიდი ძალისხმევით ცოცდება, გეგმავს იქ თვითმფრინავი დამალოს. მაგრამ მწვერვალზე ასვლისას მისი ფეხები იკეცება და ის კარტოფილის ტომარასავით ვარდება, მთელი ღამე მთიან გზებზე სიარულის შემდეგ დაღლილი, მას ფეხზე დგომის ძალაც კი არ აქვს. მავდროულად მეზობელი გოგონა უკან გარბის და ქათრინს უყვება, რომ მისი შვილი ცაში გაფრინდა. ზუსტად მაშინ, როცა ის მის საძებნელად აპირებს გასვლას, ბუმ! პატარა თვითმფრინავი მარტო ბრუნდება, თავისით დაფრინავს. ქათრინ და გოგონა სახლში იკუნტებიან, მაგრამ თვითმფრინავი ჰაერში ტივტივებს. შემდეგ ის ნელა უკან იხევს, თითქოს ამბობდეს გამომყევით. ქათრინს გული ძლიერად უცემს და ყოყმანის გარეშე გოგონა სახლში აგზავნის და თავისი მანქანით თვითმფრინავს მისდევს. და მართლაც ის პოულობს მას სასიგნალო კოშკის ძირას, უგონო ჩარლისთან ერთად. სწორედ მაშინ, როცა მის აყვანას და სახლში დაბრუნებას აპირებს, მის ზურგს უკან πιერ ჩნდება. ის მოითხოვს გაიგოს, სად არის თვითმფრინავი და ქათრინ კოშკზე მიუთითებს. ყოყმანის გარეშე πιერ საბარგულიდან თოქს იღებს, მაიმუნივით კოშკზე ცოცდება და მის გადასაგდებად ემზადება. ის ხელთათმანებს იკეთებს და ამბობს, ეს კვლევისთვის პირველი კლასის მასალაა. πιერ გადაწყვეტილია, რომ ეს თვითმფრინავი თავისი კვლევებისთვის დაიბრუნოს. საბოლოოდ ის ახერხებს თვითმფრინავისთვის თოქის შემოხვევას, მაგრამ ზუსტად მაშინ ის კონტროლს კარგავს, თოქს ქაჩავს და სწრაფად გაქცევას ცდილობს. πιერ კი მთელი ძალით ეჭიდება, მაგრამ ხელთათმანები ხახუნისგან ბოლქვას იწყებს. მოულოდნელად ბანგი კოშკის სამაგრით ტყდება და მთელი კონსტრუქცია დანგრევას იწყებს. სანამ πιერ რეაგირებას მოახდენს, თვითმფრინავი საშიშად უახლოვდება ქათრინსე, აშკარად სურს ჩარლისთან დარჩენა. ის გზავნილს მშვენივრად იგებს. πιერ, გაბრაზებული, ყვირის, ეს ჩემია. არ გაბედო მისი განძრევა, მაგრამ ქათრინს საერთოდ არ ადარდებს. ის გაზს ბოლომდე აჭერს, ხოლო πιერ სასოწარკვეთილი, მანქანის სახურავზე ხტება და მინას ურტყამს, მის შეჩერებას ცდილობს. ის მუხრუჭ ძლიერად აჭერს და πιერ გადაფრინდება. ის ცდილობს თავისი მანქანის დაკოკვას მათ დასადევნად, მაგრამ გასაღებები გაქრა. მას მხოლოდ ბრაზისგან საჭისთვის დარტყმა რჩება. სახლში დაბრუნების ნაცვლად, ქათრინ გადაწყვეტს შვილი წაიყვანოს პლაჟზე მისი ბავშვობის საყვარელ ადგილას, რათა დასვენებაში დაეხმაროს. როდესაც საბარგულს ხსნის სიურპრიზი ელის, მეზობელი გოგონა მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ იმალებოდა. მოусმინეთ ამას. თვითმფრინავის ეს მოდელი მხოლოდ სათამაშო არ არის, როგორც ჩანს, მას სული და ჩარლისთან ძალიან ძლიერი ტელეპათიური კავშირი აქვს, მაგრამ როდესაც ჩარლი იღვიძებს, თვითმფრინავი დუმს, თითქოს იცოდეს, რომ არეულობა გამოიწვია და გადაეწყვიტოს მკვდრად მოეჩვენებინა თავი. ჩარლი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავი მკვდარია, ასე რომ ღრმა ღამით სანამ ყველას ძინავს, ის პლაჟისკენ მიიპარება, ორმოს თხრის და მისთვის პატარა საფლავს ამზადებს. ის სურვილს ჩაიფიქრებს, კვლავ ნახოს მამამისი. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა წასვლას აპირებს, გული უტყდება. ის ამ სევდას ვერ იტანს და თვითმფრინავს თხრის, მხოლოდ იმისთვის, რომ აღმოაჩინოს, რომ ორმოცარიელია. ჩარლი სასოწარკვეთილი თხრის თავისი მეგობრის საძებნელად და მოულოდნელად ზურგს უკან ვიღაცას გრძნობს. ის ტრიალდება და ხედავს მამამის, რომელიც ზუსტად იქ დგას. მამამისი მისკენ მიდის და ჩარლი თითქმის მთელი ძალით კრავს ხელს, ემუდარება, რომ აღარ წავიდეს. მოჩნდა, რომ ჩარლის მამა პილოტი იყო, ყოველთვის სამსახურით დაკავებული და იშვიათად სახლში. იმ შობის დღეს მან ჩარლის თვითმფრინავის მოდელი აჩუქა, თუმცა მას ველოსიპედი უნდოდა. მამამისმა დაჰპირდა, რომ მომავალ შობას უყიდდა, მაგრამ ეს შობა არასოდეს დადგა. რამდენიმე დღის წინ ჩარლის მამა ავიაკატასტროფაში დაიღუპა და ეს მოდელი მისი ბოლო საჩუქარი იყო. ამიტომაც ჩარლი მას დღე და ღამე ეჭიდებოდა. როდესაც დაინახა, რომ თვითმფრინავი ღამით თავისით მოძრაობდა, მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ჩარლი ოცნებობდა ამ თვითმფრინავით მამის საძებნელად წასულიყო და ახლა ყველაფერს აზრი აქვს. მამის სული მთელი ამ ხნის განმავლობაში თვითმფრინავთან იყო.
ის საშვიც კი, რომელიც იპოვა, მამამისის იყო. მიზეზი, რის გამოც თვითმფრინავმა დედამისი შეუტია, ის იყო, რომ მას ჩარლისგან შორს კეტავდნენ. ჩარლის მამა თავზე უსვამს ხელს და ეუბნება: „ჰეი, ჩემპიონო, დედა შენს უნდა გაუფრთხილდე ჩემს მაგივრად. ხარი მას, რომ ძალიან მენატრება და ყოველთვის, როცა მომენატრები, ვარსკვლავებს შეხედე. მე იქ ვიქნები და შენს გიყურებ." წასვლამდე მამამისი ეუბნება: „მოდი, მაჩვენე ის ღიმილი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს." ჩარლი მას ყველაზე დიდ და კაშკაშა ღიმილს ჩუქნის. შემდეგ მამამისი პატარა ნავს ზღვაში უშვებს, ბორტზე ადის და ნელა ქრება ნისლში. წამში ის ვარსკვლავთვენად იქცევა, კვეთცას და ხდება ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. მომდევნო დღეს ჩარლი ფარდებს წევს და დედამისს აღვიძებს. ის მზად არის დედასთან ერთად სახლში დასაბრუნებლად. ის უყვება ყველაფერს, რაც მოხდა, თუ როგორ არის ახლა მამამისი ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და რომ ის გააგრძელებს მამის მისიას. ის გადაწყვეტილია იყოს დედამისის გვერდით, რადგან უნდა დაუჯდეს. ზოგჯერ ლოგიკა არ არის საკმარისი იმ სასწაულების ასახსნელად, რაც სიყვარულს შეუძლია. როცა საყვარელ ადამიანებს ვენდობით და გვერდში უდგავართ, მათი ოცნებების შეჩერების ნაცვლად ხდებით. მთავარი რაღაცის მუშაობის დამტკიცება კი არა, ერთად დარჩენაა, მაშინაც როცა მეცნიერებას პასუხები აღარ აქვს. ასე სრულდება ეს უმაგრესი ფილმი. თუ ასეთ საოცარ ვიდეოებს კიდევ ეძებ, გირჩევ ამ ვიდეოს.